დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები 2 თვეზე მეტია მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები ხელახალ არჩევნებს და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. მომიტინგეები პროტესტ ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს მოქალაქეები სხვადასხვა სახელწოდების მარშებით უერთდებიან. ისინი პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არაპირებენ. საპროტესტო აქცია იყო დღეს მიხეილ მესხის სტადიონთან. პრემიერისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულმა ჟურნალისტების ნაწილმა ზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა. მათი განცხადებით ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება მთავრობის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა. ხარდამჭერები და კოლეგები ვართ, ვინც ძალიან ბოლო მომენტში გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე აქ მოდიოდა და ვინც მოვასწარით, მოვედით, შემოსასვლელში დაგვიწიეს წინააღმდეგობა და მაინც მოვახერხეთ აქამდე მოსვლის თავისუფლება მზია ამაღლობას, რომელიც არის რეჟიმის სიყვე. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართულ ოცნებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას არაევროპულს უწოდებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. პრივილეგიები, რომელიც ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, ამით ვეღარ ისარგებლებენ და ეს არის, რა თქმა უნდა, ძირითადად ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებმაც უხალატეს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს ყოფილიყავით ევროპულ ოჯახში და ყოფილიყავით დემოკრატიულები. ეს ხომ არ არის ქართველი ხალხის დასჯა იმისათვის, რომ არ აირჩიეს კონკრეტული პირების და კონკრეტული ძალების მოსაწონი ხელისუფლება, ეს ხომ არ არის ქართველი ხალხის დასჯა იმისათვის, რომ და ხელისუფლების დასჯა იმისათვის, რომ გარკვეულ ქმედებებს არ ახორციელებენ, რომელიც ძალიან ფართოდ არის უკვე ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. განსაკუთრებით შემზარავი არის, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება და სარჩული და საფუძველი არის დემოკრატიული უკუსლა, ხოლო დემოკრატიული უკუსლის საფუძველი თავის მხრივ ორი კანონია გამჭვირვალობისა და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი. გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მათივე ინფორმაციით ადამიანის უფლებების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არის მომზადებული. გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრალდებების მასშტაბები და ზიანის სიმძიმე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მიაყენეს მომიტინგეებს და მოგვიანებით დაკავებულებს, შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა. 2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება, ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა, მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე. ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამოქალაქო პლატფორმა საქართველოს ევროპული ორბიტა განცხადებას ავრცელებენ. პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს პოლიციის შესახებ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს. გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ნათქვამია განცხადებაში. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ასევე გრძელდება ქალი დაკავებულების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკა, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლის ზია ამაღლობელის საქმე. ვილომორლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ზარალს ითვლიან. დამწვარია 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ტერიტორია, საწყობები ტანსაცმლისა და ჭურჭლის მაღაზიები, აგრეთვე საწყობებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ტერიტორია რაც დაიწვა განკუთვნილი არის სასაწყობე ფართები, ძირითადად იყო სასაწყობე ადგილი, ანუ მაღაზიები არ იყო და ძირითადად ანუ საქონლის დიდი ნაწილი ინახებოდა აქ. დაიწვა მეორე სართული. მე კი მქონდა სამი ფართი მაქვს პირველ სართულზე. მაგრამ ან მეორე სართული ახანს დაიწვა, ხო? რაც დაიწვა და რაც არა სულ წყლით არის გაჟღენთილი. ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. კითხვაზე შესაძლებელია თუ არა კიევის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყება, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ყველასთან შესაძლებელია, თუმცა ზელენსკის თავისი არალეგიტიმურობის ფარგლებში იურიდიულ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. კრემლის ლიდერის განცხადებას პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, დღეს პუტინმა კვლავ დაადასტურა, რომ ეშინია მოლაპარაკებების და ძლიერი ლიდერი. ის ყველაფერს გააკეთებს ომის გასაჭიანურებლად. მისი ყველა ცინიკური ნაბიჯი და განცხადება იმისკენ არის მიმართული, რომ ომი არასოდეს არ უნდა დასრულდეს, წერს უკრაინის ლიდერი. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ის არ დააფინანსებს, არ დაასპონსორებს, არ შეუწყობს ხელს და მხარს არ დაუჭერს ბავშვებში სქესის შეცვლას. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად აღასრულებს ყველა კანონს, რომელიც აკრძალავს ან შეზღუდავს მსგავს სიცოცხლისთვის სახიფათო პროცედურებს. ამ შინაარსის აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კი უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის მტრად აცხადებს. ხმაურიანი განცხადება რობერტ ფიცომ პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. როგორც ის ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტით სლოვაკეთს დიდ ზიანს აყენებს. დღეს ჩინეთში ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ. 29 იანვარს ჩინური ახალი წელია გაზაფხულის ფესტივალი. დღესასწაული ჩინური კულტურის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა, რომელიც ჩინელი ხალხის ოჯახისა და სამშობლოსადმი დამოკიდებულებას ასახავს. ახალი წლის ღამეს ოჯახის შეკრება უძველესი ჩინური ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამ დღეზე ისაუბრა ჩინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ტელეკომპანია ობიექტივთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს. ჭოიციანის განცხადებით, ოჯახური შეკრება გაზაფხულის დღესასწაულის ძირითადი არსია. ყოველი წლის ამ პერიოდში სახლში დაბრუნება და ოჯახთან ერთად ჩინური ახალი წლის აღნიშვნა ყველა იმ ჩინელის ბუნებრივი სურვილია, ვინც სახლიდან მოშორებით მუშაობს. დამდეგ გველის წელს გულწრფელად ვუსურვებ ობიექტივის მაყურებლებს ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს, განაცხადა ჭოიციანმა. ობიექტივის მაყურებლებო, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩინური ახალი წელია, გაზაფხულის ფესტივალი. გაზაფხულის დღესასწაული ჩინური კულტურის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ასახავს ჩინელი ხალხის უკეთესი ცხოვრებისადმი ლტოლვას და ოჯახისა და სამშობლოსადმი მათ ღრმა გრძნობას. ოჯახური შეკრება გაზაფხულის დღესასწაულის ძირითადი არსია. ყოველი წლის ამ პერიოდში სახლში დაბრუნება და ოჯახთან ერთად ჩინური ახალი წლის აღნიშვნა ყველა იმ ჩინელის ბუნებრივი სურვილია, ვინც სახლიდან მოშორებით მუშაობს. ახალი წლის ღამეს ოჯახის შეკრება და ერთად სადილობა უძველესი ჩინური ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩინელი ხალხის ტრადიციული გაზაფხულის დღესასწაული
თანდათან იქცა ერთგვარ კულტურულ მაკავშირებლად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს სცენაზე ცივილიზაციათა შორის კომუნიკაციას და მათ შერწყმას. 2023 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაზაფხულის დღესასწაული ოფიციალურად დაამტკიცა როგორც გაეროს ოფიციალური დღესასწაული და დასვენების დღე. 2024 წლის 4 დეკემბერს ჩინეთის მიერ წარდგენილი განაცხადის სახელად გაზაფხულის დღესასწაული ჩინელი ხალხის მიერ ტრადიციული ახალი წლის აღნიშვნის სოციალური პრაქტიკა შეტანილი იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. გაეროს ოფიციალურ დღესასწაულად დამტკიცებიდან კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებამდე გაზაფხულის დღესასწაულის გლობალური გავლენა მუდმივად იზრდება და მსოფლიო დღესასწაულად იქცევა. არასრული სტატისტიკის მიხედვით, თითქმის 20 ქვეყანასა და რეგიონში გაზაფხულის დღესასწაული ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მისი წესჩვეულებები კი 200-მდე ქვეყანასა და რეგიონშია გავრცელებული, რაც მას გლობალურ კულტურულ მოვლენად აქცევს. გაზაფხულის დღესასწაული ასახავს ჩინელი ხალხის ოჯახზე ორიენტირებულ კულტურას და მსოფლიოს გადასცემს ისეთ ჩინურ ღირებულებებს, როგორიცაა მშვიდობა, ჰარმონია და ერთიანობა. ჩინეთი და საქართველო უძველესი ცივილიზაციებია. ჩინელი და ქართველი ხალხი პატივს სცემს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციებსა და ოჯახს. მომავალში ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად კვლავ შეუწყოს ხელი კულტურულ მიმოცვლას და ცივილიზაციათა შორის ურთიერთგაგებას. ორივე ქვეყანა საკუთარ წვლილს შეიტანს მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობისა და საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შენებაში. ჩინეთის მედია ჯგუფის გაზაფხულის დღესასწაულის გალა კონცერტი, რომელიც სულ მალე თქვენს ეთერშიც გავა, ჩინური ახალი წლის ღამეს ახალ წელთან შესახვედრად იმართება და ჩინელი ხალხისთვის ამ დროს აუცილებლად სანახავი გადაცემაა. წლევანდელი გალა კონცერტი საგულდაგულოდ არის მომზადებული და მოიცავს ისეთ მრავალფეროვან წარმოდგენებს, როგორიცაა სიმღერა და ცეკვა, ჩინური ტრადიციული ოპერა, ჩინური საბრძოლო ხელოვნება, კომედიური გამოსვლები და სხვა. გალა კონცერტზე გამოქვეყნებული იქნება ისეთი უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა ულტრა მაღალი გარჩევადობა, ვირტუალური რეალობა და ხელოვნური ინტელექტი, რათა შეიქმნას ესთეტიკური და ტექნოლოგიური სიახლეებით სავსე უნიკალური სანახაობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩინური ახალი წლის ამ ტრადიციული გადაცემის ყურებით მაყურებელი უკეთ გაიცნობს ჩინურ ახალ წელს და კულტურას და უფრო მეტად დაუჭერს მხარს ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობასა და მრავალმხრივ თანამშრომლობას. დამდეგ გველის წელს გულწრფელად ვუსურვებ ობიექტივის მაყურებლებს ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს. 身体健康，万事如意，阖家团圆。谢谢大家。